ხმარები უშანს მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე ჯერ არასდროს არ შობილა ასენა ზიმთვარე ინათებს მალე იღვიძებს თბილისი მივესალმები ამ არაჩვეულებრივ საზოგადოებას, მივესალმები ჩვენ ტელემაყურებლებს და ვიწყებთ ჩვენ წინასაარჩევნო ბოლო პრეზენტაციას. ხვალ არის უმნიშვნელოვანესი დღე. შეიძლება ითქვას, ბოლო 30 წლის განმავლობაში ერთ-ერთი გარდამტეხი და მნიშვნელოვანი დღე. ხვალ ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, ან ვამარცხებთ და ვამთავრებთ ერთპარტიულ 30 წლიან მმართველობას ამ ქვეყანაში, ან ვიწყებთ მრავალპარტიულ, ევროპულ, გამარჯვებაზე ორიენტირებულ პოლიტიკას. ამიტომ ხვალ ყველას გელოდებით არჩევნებზე, იმიტომ რომ ხვალინდელი ხმა, თითოეული თქვენთაგანის ხმა არის მნიშვნელოვანი. მე ლელოს წარმოვადგენ. ჩემ თანაგუნდელებთან ერთად, რომელმაც შექმნა ეს პარტია 2 წლის წინ. შექმნა დამოუკიდებელი, თავისი ხედვით, თავისი პროგრამით. მაგრამ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დამდგარიყავით იმ ადგილას, სადაც არის მრავალფეროვნება, სადაც არის სხვადასხვა აზრი, სადაც არის კოალიცია და იმაზე ფჭობა და კამათი თუ როგორი საქართველო უნდა იყოს. ესევე დადგა პარტია დროა, ესევე დადგა გირჩი. დიახ, ქართველები იმით გამოვირჩევით და ერთ-ერთი სასახელო და ერთ-ერთი ყველაზე მაგარი რამ რაც ჩვენ გაგვაჩნია, ბევრ სხვადასხვა ამბავ შორის არის მრავალხმოვანება, ჩვენი ქართული სიმღერა, რომელთაც უნიკალურები ვართ. მაგრამ ვერანაირად ვერ გადავთარგმნეთ ეს ყველაფერი პოლიტიკაში. ვერანაირად ვერ ვისწავლეთ ქართველებმა, თუ როგორ შეიძლება შექმნა პოლიტიკა და მრავალხმიანობას კონდეს ის მნიშვნელობა, როგორი მნიშვნელობაც აქვს ქართულ სიმღერაში. მე მინდა გითხრათ, ამ ბრძოლაში ჩემი შემოსვლით, ჩემ თანაგუნდელებთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს ღვარძლის ენა, ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს რევანში, ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს სიძულვილით ერთმანეთის მიმართ ლაპარაკი. დავფიქრდეთ, ერთი ესეთი უნიკალური ქვეყანა გვარგუნა ღმერთმა და ჩვენ კიდევ ვართ ჩამორჩენილი ეკონომიკურად, სიღარიბის პირას, უმუშევრობით და კიდევ ბევრი უბედურებით, თავს მოხვეული პრობლემებით. ამიტომ როგორც არასდროს ხვალ ჩვენ გვჭირდება მობილიზაცია და ხვალ ჩვენ გვჭირდება გამარჯვება. დიახ, ხვალ საქართველოს გვჭირდება გამარჯვება. არა ვინმეზე, არამედ საქართველოსთვის. არა ერთი კაცის გამარჯვება, არამედ საქართველოს გამარჯვება ჭირდება და საქართველოს გამარჯვება არის ცვლილებებში, ისტორიულ ცვლილებებში. ცვლილების გარეშე ეს ქვეყანა ვერ წავა წინ. მე მინდა მივმართო ახალგაზრდებს, ჩემი შვილების თანატოლებს. მივმართო მათ მეგობრებს. ხვალინდელი დღე არის შემოტრიალების დღე და ეს ცვლილება არის თქვენთვის. მე მინდა კარგად დაფიქრდეთ. ვისაც ჯერ კიდევ არ აღავთ გადაწყვეტილი ხვალ არჩევნებზე მოსვლა. კარგად დაფიქრდეთ, იმიტომ რომ ხვალ თითოეულ თქვენთაგანის ხმას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა, როგორ ქვეყანაში იცხოვრებთ
თითოეული თქვენთაგანი. მე მინდა ახალგაზრდა თაობის მშობლებს მიმართო. ნუ დარჩებით სახლში. თქვენი საარჩევნოებასთან მოსვლა და ხვალ გამოსვლა არის იმდენად მნიშვნელოვანი და ხვალ თუ ჩვენ ცვლილებებს არ დაუჭირებთ ხარი, მაშინ ჩვენი ახალგაზრდები განწირული არიან, რომ ემიგრაციაში წავიდნენ. და მე ეს არ მინდა. მე მინდა, რომ ჩვენი ქართველი, ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი მოქალაქეები აქ ნახულობდნენ სამუშაო ადგილს, აქ ნახულობდნენ თავის პერსპექტივას და განვითარებას. მე მინდა გითხრათ, რომ ამ ერთობაში ძალიან ბევრი ადამიანი აღმოვაჩინე ადამიანები თავისი რწმენით, თავისი მრწამსით, ადამიანები, რომელსაც თანაც შეიძლება კამათი, გადარწმუნება და მე ეს მაძლევს იმედს, რომ თითოეული ჩვენთაგანი, ვინც ამ კოალიციაში მონაწილეობთ, ყველა შეინარჩუნებს, მე ამის პირობას გაძლევთ, ყველა შეინარჩუნებს ინდივიდუალურობას, მაგრამ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საერთო საქმე იყოს წარმატებული. იმ სფეროში, რომელშიც მე მოვაწეობდი ბოლო 30 წლის განმავლობაში, ჩვენ არ ხმარობდით სიტყვას კპირდები. იმიტომ რომ ეს იგულისხმება. თუ რამეს ამბობ, ის უნდა გააკეთო. და მეც თქვენსავით ტელევიზიიდან უსმენდი ამ უამრავ დაპირებას, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პოლიტიკოსებისაგან. ამიტომ კარგად დავფიქრდი, ეს სიტყვა მე უნდა ვთქვა ხმამაღლა, უნდა გითხრათ და პირველად ვამბობ ამ სიტყვას და ეს სიტყვა არის კპირდებით და კპირდებით იმას, რომ თელ ჩემ ძალას, თელ ჩემ ენერგიას, თელ ჩემ გამოცდილებას, ჩემ თანაგუნდელებთან ერთად ამ კოალიციაში შემოსულ ადამიანებთან და პარტიებთან ერთად გავაკეთებ იმისათვის, რომ ეს ქვეყანა იყოს წარმატებული. მე გითხარით, რომ არაჩვეულებრივი ადამიანები გავიცანე და ერთი ადამიანი, რომელიც ახლა მე მინდა გამოვაცხადო, არის ადამიანი, რომელიც მთელი თავის ცხოვრება შინაგანი მრწამსით იბრძვის სამართლიანობისთვის. და აი ბოლო 10 დღე ჩემთვის მართლა აღმოჩნდა ეს ადამიანი, ჩემთვის მე მეგონა რომ მას ვიცნობდი და მართლა ბედნიერი ვარ, რომ მასთან ერთად მე მიწევს აი ესე დიდ ბრძოლაში, მასთან ერთად და თქვენთან ერთად დიდ ბრძოლაში მონაწილეობის მიღება. და საოცრება ამ ადამიანში ის არის, რომ მისთვის სულ ერთია გუშინდელი მისი მოწინააღმდეგე თუ დღეს რაღაც პრობლემაშია, ის ისევე გულით იცავს მას განურჩევლად და ისევე დაიცავს ყველას, იმიტომ რომ ეს არის სამართლიანი, მართალი, მებრძოლი ქალი, ელენე ხოშტარია. მადლობა მამუკა. სულ რამდენიმე საათი გვაშორებს იმ მომენტს, როდესაც გავიღვიძებთ ყველა ჩვენ, ისინი ვინც გვიყურებენ და ჩვენ ხელში იქნება ის იარაღი, ის ინსტრუმენტი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში კაცობრიობა, მათ შორის სისხლის ფასად ჩვენ მოგვიტანა. ეს არის არჩევანის გაკეთების პრივილეგია, რომელიც ჩვენ რაღაცა პერიოდულობით გვეძლევა და რომლის გაუფასურებასაც დღეს ცდილობენ. ეს არის ის იარაღი, რომელიც შინაარსს ფრაზას, რომ ძალაუფლების წყარო არის ხალხი, ის ადამიანები, რომლებიც დღეს გვისმენენ, ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების, ასაკის, არ ვიცი, გემოვნების და ასე შემდეგ, ნებისმიერი ადამიანი, ეს ქვეყანა ეკუთვნის ხალხს და ეს წყდება არჩევნების დღეს. ჩვენ, როდესაც ხვალ გავიღვიძებთ, უნდა დავფიქრდეთ არა იმაზე, რომ რომელი ბიულეტენი სად რაღაცა შემოვხაზო, მივხაზო. არსებითი კითხვები უნდა დავსვათ.
გვინდა ჩვენ ვიცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, სადაც ჩვენ შვილს, საიდანაც ჩვენ შვილს უნდათ გაქცევა. გვინდა ვიცხოვროთ ქვეყანაში, სადაც აეხლა დავინახე ბატონი ივერი მელაშვილი მეუღლესთან ერთად. ადამიანი, რომლის შრომითაც ჩვენ უნდა ვამაყობდეთ, რომელიც უნდა ცხოვრობდეს სახელმწიფოში, სადაც არ ვიცი, სიგელებს უნდა იღებდეს და მადლობებს საკუთარი პროფესიონალიზმით, რომელიც მას ყოველდღე ატარებდა სამსახურში. არ ვიცი, წერდა, დადიოდა, იცავდა თავის ქვეყანას და მას მიაყენეს შეურაცხყოფა. გვინდა ჩვენ ვიცხოვროთ ქვეყანაში, სადაც 20 ივნის დაზარალებულები ჯერაც კიდე დაზარალებულად ცნობილები არ არიან და მათი ღირსება ეხლა შელახულია. გვინდა ვიცხოვროთ ქვეყანაში, სადაც დასუფთავების ადამიანს ციყვს ეძახიან, უღირსები თავად, ციყვს ეძახიან, შეურაცხყოფენ, სამსახურიდან აგდებენ, დასცინიან, მაგრამ ის ღირსეულად იბრძვის. და ეს ჩამონათვალი სამწუხაროდ არის ძალიან გრძელი. ეს ჩამონათვალი არის 30 წლიანი. და ეს ჩამონათვალი უკავშირდება ერთ რამეს, თავგასულ უკონტროლო ძალაუფლებას. და ჩვენ დღეს ხვალ გვაქვს არჩევანი, რომ შემოვხაზოთ ის, რაც ამთავრებს აი ამ უსამართლობის, ამ უღირსობის ძალიან დიდ ციკლს და შემოაბრუნებს ჩვენი ქვეყნის მომავალს. მე ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება და აი სუმაკ ეს განცდა, აი გამოვიდა გუშინ ღარიბაშვილი და თქვა, რომ თუ უნდა მოკვდეს მიხეილ სააკაშვილიო. ვინ მიცა უფლება ღარიბაშვილს, რომ რა მნიშვნელობა ვის მოწონს მიხეილ სააკაშვილი, ვის არ მოწონს მიხეილ სააკაშვილი. პოლიტიკურად ჩვენ ერთმანეთში როგორ ვიჩხუბებთ, რას გადავწყვიტავთ თავისუფალი არჩევნებით. ვინ არის ირაკლი ღარიბაშვილი, რომ მე ჩემი ქვეყანა აი ესე წამართვას და ჩემი სახელით გააღოს რაღაც ციხე, ვინც უნდა იქ ჩასვას და მე ესე შეურაცხყოფილად ილაპარაკებს. არ არსებობს ადამიანი, ვისაც თუნდაც არ მოწონს მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც უნდათ, რომ საკუთარ ქვეყანაში კიდევ ერთი პრეზიდენტი მოკვდეს. არ არსებობს ეგეთი რამე. არ არსებობს მოგებული ეგეთი დამოკიდებულებისგან. მე პირდაპირ ვაცხადებ, მამუკამ ახსენა და ვიტყვი. ბიძინა ივანიშვილი იქნება, ღარიბაშვილი, წულუკიანი, ვინც გინდა, მისი 1 გრამი უფლება რო დაირღვეს. ზუსტად ესეთივე შემართებით უნდა დავიცვათ ის. იმიტომ რომ ჩვენ სახელს და გვარებს კი არ ვიცავთ. ჩვენ ვიცავთ ადამიანს, რომელიც უნდა იყოს ღერძი და საფუძველი ჩვენი სახელმწიფოსი. და სწორედ ამას უნდა მივცეთ ჩვენ ხმა. ჩემი შვილები, 4-ვე ჩემი შვილი დაიბადა დამოუკიდებელ საქართველოში. მე სამწუხაროდ საბჭოთა კავშირში ვარ დაბადებული. ისინი დაიბადნენ დამოუკიდებელ საქართველოში და ეს ჩემი დამსახურება არ არის. ეს არის იმ ხალხის დამსახურება, ვინც იბრძოლა, თავი გაწირა, იბრძოლა ბევრად უფრო რთულ ვითარებაში. სიცოცხლის საფრთხის ქვეშ იბრძოდნენ, უიმედობაში იბრძოდნენ, სათითაოდ იბრძოდნენ. აი სახურავი და რო პროკლამაციებს ის იმედი არ მაქვს, აზრი არ აქვს. არ ვიცი მე, რაღაც მაინც არაფერი შეიცვლება, ჯობია გავიქცე, მათ რომ ესე ეთქვათ. ჩვენი შვილები დღეს დამოუკიდებელ საქართველოში ვერ დაიბადებოდნენ. და დამოუკიდებელ საქართველოში დაბადება არ არის პრივილეგია, ეს არის პასუხისგებლობა. არჩევნებზე წასვლა ეს არ არის მხოლოდ პრივილეგია, ეს არის პასუხისგებლობა. და ეს პასუხისგებლობა გვეუბნებს არც ღირსება შეელახებათ, არც პერსპექტივა დაეკარგებათ. და შევძლებთ ცხოვრებას ჩვენი განსხვავებებით. და ბოლოს მე მინდა ვთქვა, მე ჩემ ცხოვრებაში პირველად მაცვია პოლიტიკოსის სახელის და გვარით მაისური. მეცაც გეტყვით, ჩემ მაისურები, როცა დაბეჭდილა მithქვამს, რომ რაუბედურება არ მომწონს, არ არის საჭირო, არ მომწონს ზოგადად რაღაცა ბელადების ფეტიშების შექმნა და ესეთი რაღაცები, მაგრამ დღეს მე სიამაყით მაცვია ეს მაისური. სიამაყით ჩავკიდებ მამუკას ხელს, ზურას, ირაკლის, ყველა იმ ხალხს, ვინც ჩვენ პარტიებში ერთიანდება, განა იმიტომ რომ ყველაფერში თანხმდებით და უბრალოდ გიждდებით ერთმანეთზე. იმიტომ რომ დღეს 5 ნომრის შემოხაზვაში, დღეს ნიკამელიას არჩევაში, დღეს ჩვენი კოალიციის არჩევაში დევს
საქართველოს თავისუფალი მომავალი, რომელსაც ზუსტად ვიცი, რომ ჩვენ არავის არ დაუძლო. ეხლა მინდა დაუძახო ადამიანს, რომელთან თანამებრძოლად ყოფნა არის დიდი სიამაყე, იმიტომ რომ ეს არის ადამიანი, რომელიც განასახიერებს სიკეთეს, თავისუფლებას და მშვიდ შეუპოვარ ბრძოლას. ზურა ჯაფარიძე. მოგესალმებით ყველას. ჩემთვის მართლა დიდი პატივია ამდენ ადამიანის წინაშე დღეს გამოსვლა. როცა ხვალ არის ესეთი ნიშნავანი დღე ჩვენი ქვეყნისთვის. იგივეთი დავიწყებ დიდი წინაზე დავიწყე. ჩემს ყოველთვის ამოსავალი არის საბოლოო ჯამში ის, რომ მე მჯერა თავისუფლების. თუ რამე გვაკლია, თუ რამე აკლია ამ ქვეყანას, ეს არის თავისუფლება. არა სახელმწიფოებრივი თავისუფლება, თუმცა მანდაც გვაქვს პრობლემები. ადამიანების თავისუფლება ქვეყნის შიგნით. მე მჯერა, რომ საბოლოო ჯამში წარმატებული, განვითარებული, მდიდარი ქვეყნები იმითი განსხვავდებიან წარუმატებელი ქვეყნებისგან, რომ მათ ჰქონდათ თავისუფლების უფრო ხანგრძლივი ისტორია, უფრო დიდხანს შეძლეს თავისუფლების შენარჩუნება და აქ არ არსებობს გამონაკლისები. ყველა ქვეყანა, რომელიც არის წარმატებული და მდიდარი არის ესეთი და ყველა ქვეყანა, რომელიც არის ღარიბი, მათ შორის ჩვენსავით ღარიბი, მოდის სხვანაირი ისტორიიდან. ჩვენ დამოუკიდებლობა კი მოვიპოვეთ 90-იანების დასაწყისში. მაგრამ ამის შემდეგ რეალურად ყველა არჩევნები ამ ქვეყანაში არის ისევ არის არჩევნები საბჭოთა საქართველოსა და თავისუფალ საქართველოს შორის. და კიდევ ვიმეორებ, თავისუფალ საქართველოში არ გულისხმობ ხოლმე და ხოლმე იმას, რომ ჩვენ გაქვს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. ყველა არჩევნები ეგეთია და უახლოეს მომავალში ყველა არჩევანი ისევ ეგეთი იქნება. ხვალეც ჩემთვის არის ეგეთი არჩევნები. ანუ ხვალეც ჩვენ უნდა წავიდეთ ყველამ ერთად არჩევანი გავაკეთოთ წარსულსა და მომავალს შორის. წარსული არის საბჭოთა წარსული, საიდანაც ჩვენ ყველა მოვდივართ და მომავალი არის ის, რაც ჯერჯერობით კიდე არსებობს ჩვენი ადამიანების გონებაში, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია თავისუფალი ქვეყანა, სადაც ცხოვრობენ თავისუფალი ადამიანები, რომლებიც ზრუნავენ საკუთარ ბედნიერებაზე. ამ ბოლო 9 წლის განმავლობაში, რაც ქართული ოცნება არის ხელისუფლებაში, ჩვენ ყველა მიმართულებით დავკარგეთ თავისუფლება. შეიძლება სადღაც რაღაცა ტიპის პროგრესი და წინსვლა იყო, მაგრამ ჯამში რომ შევხედოთ, თუ კი რამე გააკეთეს და მე ცხადია ძირითადად ეკონომიკურ საკითხებს უყურებ ხოლმე და საბოლოო ჯამში ყველაფერი ეკონომიკურ მოწყობამდე დადის, ჩვენ ყველგან მნიშვნელოვნად, თან პატარაზე კი მნიშვნელოვნად დავკარგეთ თავისუფლება. ამის შედეგია ის ყველაფერი, რასაც ჩვენ ყოველდღურად ვზნობთ. ამის შედეგია ის, რომ რაღაცა ლარი გაუფასურდა, ამის შედეგია ის, რომ ფასები გარბის და ვეღარ აჩვენებენ, ამის შედეგია ის, რომ ამ ქვეყანაში არავის აღარ აინტერესებს ფულის ჩადება და შესაბამისად შანსი არ აქვს უბრალოდ ამ ხელისუფლების პირობებში, რომ ჩვენ ეკონომიკა სწრაფად განვითარდეს და წინ წავიდეთ და გავდიდრდეთ და დავეციოთ იმ ქვეყნებს, რომელშიც ცხოვრება მოგწონს და სადაც გარბიან ჩვენი ახალგაზრდები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე უსასრულოდ შემიძლია ეს გავაგრძელო. მე უყურებ ესე, რომ ამ ხელისუფლების პირობებში უბრალოდ ნული არის იმის შანსი, რომ არ უნდა დავიჯერო, რომ ესენი შეიძლება ეხლა უცებ აზრზე მოვიდნენ და რაღაცა სწორი რაღაცები გააკეთო მაშინ, როცა 9 წლის განმავლობაში ანტირეფორმები აკეთეს და პლუს ის უნდა დავიჯერო, რომ ამ რაღაცაზე თუ შეუთანხმდები, ისინი ამას გააკეთებენ მაშინ, როცა ისტორია მაქვს მთელი გადაგდებების, მათ შორის პირადად ჩვენი ყველასი და ჩვენი დასავლელი პარტნიორებისაც. ჩვენ ამ წუთში ხვალ არ გვაქვს თავისუფალი არჩევნები. არ გვაქვს არჩევნები, ამას არ შეიძლება არჩევნები დაერქვას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ ახლა ამ ბრძოლაში და მეორე ტურებში წავედით და მიუხედავად იმისა, რომ ვებრძვით ამ სისტემას, არავინ არ დაიჯეროთ, რომ ეს არის არჩევნები. სინამდვილეში ჩვენ ვებრძვით რაღაც დიდ მონსტრს. და გვინდა რომ მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად შანტაჟისა, მიუხედავად დაშინებისა, მიუხედავად უამრავი ფულისა, რომელიც მათ შორის ჩვენი ჯიბიდან და ჩვენი შვილების ჯიბიდან მომავალში ამოღებული ფული არის, ამას უპირისპირდეთ, მაინც გვინდა რომ სადღაც გავანგრიოთ, რომ ადამიანებს გაუჩინოთ რწმენა, რომ შესაძლებელია ამ სისტემის დამარცხებაც. კი, ეს არის სინამდვილეში ჩვეულებრივი ომი, ჩვეულებრივი ბრძოლა, რომელშიც ჩვენ ხვალ შევდივართ.
მე მინდა რომ ამ განწყობით წავიდეს ყველა, თქვენ გარშემო ადამიანები, ჩემი მხარდამჭერები, მათი მეგობრები, მეზობლები, ოჯახის წევრები, ეს გქონდეს კარგად გააზრებული, რომ ჩვენ სინამდვილეში ვეჭიდავებით ჩვეულებრივ საბჭოთა მონსტრს, რომლის დამარცხებაც არის ძალიან რთული, ეს არ არის პატარა ამოცანა, ეს რო გავიაზრეთ, ამიტომ გავერთიანდით ჩვენ ყველა ერთად და გვაქვს ძალიან კარგი შანსი, არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც, რომ სადღაც მივცეთ სისტემას ბზარი. და როგორც კი ბზარს მივცებთ, საბოლოო ჯამში მე გამოსავალს მაინც ხედავ იმაში, რომ ხელისუფლება რაც შევა სწრაფად უნდა შეიცვალოს, ჩვენ უნდა გავიდეთ ხელახალ არჩევნებზე და უკვე ახალმა პარლამენტმა უნდა დაიწყოს მართლა რეფორმების გატარება, რომელიც ამ ქვეყანას ჭაობიდან ამოიყვანს. ამიტომ ჩემთვის ხვალინდელი დღე არის თავისუფლებისთვის ბრძოლა. ესაა სული სიტყვაც მინდოდა. მადლობა კიდევ ერთხელ ყველას და შემდეგ გამოვა ადამიანი, რომელსაც წლებია ვიცნობ და თუ კი ვინმე შეხება ქონია ჩემ გარშემო ამ ადამიანთან ყველას აქვს ერთი და იგივე შთაბეჭდება, რომ ესეთი პროფესიონალი და ესეთი წესიერი ადამიანი ძალიან იშვიათია არა მხოლოდ ქართულ პოლიტიკაში, არამედ ზოგადად ამ ქვეყანაში შემიძლია ვთქვა. ირაკლი აბესაძე. ხო გიესალმებით. მოგესალმებით მეგობრებო, მეც და რავი, თავიდანვე გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ვღელავ, ნამდვილად ვღელავ ხვალინდელი დიდი გამარჯვების წინ და ვღელავ იმიტომ, რომ ნაცვლად კონკრეტულ პრობლემებზე საუბრისას, ნაცვლად კონკრეტულ ხედვაზე საუბრისა, თუ როგორ ვაპირებთ თითოეული თქვენგანის პრობლემის მოგვარებას, თქვენი ჩართულობით, თქვენთან ერთად, ნაცვლად ამ ძლიერ გუნდზე საუბრისა, რომელშიც არ გულისხმობ არც მამუკას, არც ზურას, არც ელენეს, არც ნიკას, არც ჩემთავს, არამედ გულისხმობ იმ ასობით და ათასობით ადამიანს, რომელიც ჩვენთან ერთად ამ კამპანიის განმავლობაში ფიქრობდა თბილისზე, საუბრობდა კონკრეტულ პრობლემებზე და სახავდა კონკრეტულ გეგმებს, გულისხმობ იმ ათასობით ადამიანს, რომელიც დღესაც მუშაობს სახელმწიფო სამსახურებში და დარწმუნებული ვარ და ვხედავ, რომ სულ მოუთქმელად ელიან იმ დიდ ცვლილებებს, რომელიც უნდა მოიტანოს თქვენმა აქტიურობამ ხვალ და მზად არიან, რომ მართლაც ერთიან გუნდად გავაგრძელოთ ყველამ ერთად მუშაობა ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის. გულისხმობ პირველ რიგში იმ ადამიანებს, რომლებიც თავისუფალი სიტყვისთვის ბრძოლაში, თავისუფლებისთვის ბრძოლაში სახელმწიფოს არნახული ძალადობის მსხვერპლი გახდნენ. ჩვენი გუნდის წევრები არიან ნამდვილად, მიუხედავად იმისა, რომ მათ მე პირადად არ ვიცნობ, ის ადამიანები, ვისაც პოლიცია მიარაღი ჩაუდო, იმიტომ რომ ისინი არჩევნებზე ხელისუფლების საწინააღმდეგო პოზიციის დასაცავად აქტიურობდნენ, საკუთარი ხმის დასაცავად აქტიურობდნენ, ვინც სხვადასხვა სამსახურებიდან გაათავისუფლეს. ერთი მათგანი შარშანდელი შემთხვევა გახსოვთ, რომ თავისუფლებისთვის საარჩევნო ხმისთვის ბრძოლაში ზუგდიდში სკოლის დირექტორი ქალბატონი იაკევზაია გარდაიცვალა კიდეს. ეს ადამიანები, რა თქმა უნდა, არიან იმ გუნდის სიძლიერე, რომელ გუნდსაც მე ვგულისხმობ, თუმცა ამ ყველაფრის ნაცვლად მე მინდა გესაუბროთ ჩემ ემოციაზე და დამოკიდებულებაზე ხვალინდელი გამარჯვების, იმ დიდი გამარჯვების, რომელიც მართლაც ერთი ხელის გაწვენაზე გვაქვს. მე ხა თითოეულ თქვენგანს ბევრს ვიცნობ, ბევრი მეგობარია, ბევრი უბრალოდ ჩემთვის და საზოგადოებისთვის ძალიან საპატივცემო ადამიანი ესწრება ამ შეხვედრას და დარწმუნებული ვარ და ვხედავ თქვენ თვალებში იმ ძალიან დიდ იმედს და მოლოდინს, რომ ეს გამარჯვება შედგება, თავდაჯერებულობას, რომ ეს გამარჯვება შედგება. ჩვენ გვიყურებს საზოგადოება და მათი დიდი ნაწილი დარწმუნებული ვარ, რომ მართლაც იმედით არის აღსილი ხვალინდელი გამარჯვების მოლოდინში. მათ მცირე ნაწილს ჩვენ შევხვდით, ხელი ჩამოვართვით, ზოგიერთმა შორიდან გაგვიღიმა, შორიდან მოგვესალმა, აივნებიდან, საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან, თავისი მანქანებიდან და ყველაში იგრძნობოდა და საზოგადოების დიდ ნაწილში იგრძნობა იმედი და მოლოდინი, რომ ჩვენ შევძლებთ გავარღვიოთ ის დიდი უიმედობა და უპერსპექტივობა, რაც ამ ქვეყანაში არის. თუმცა მეგობრებო, მინდა ყველა დავფიქრდეთ იმ ადამიანებზეც და ასეთი სამწუხაროდ ცოტა არ არის საზოგადოებაში, რომელსაც განსაკუთრებით ჭირდება ეს გამარჯვება. განსაკუთრებით ჭირდება უკეთესი ხვალინდელი დღე და სასიკეთო ცვლილებები, თუმცა 21 საუკუნეშიც მათ ბრძოლა უწევთ თავისი საარჩევნო ხმისთვის. მათთვის ასწორის სპინაზე დევს ის სოციალური დახმარება, მიზერული ხელფასი, ხშირად საჭველად უვარგისი ულუფა სოციალურ სასადილოში,
რომელიც ხელისუფლებამ დაუდო სასწორის სპინაზე იმის სანაცვლოდ, რომ მათ უარი თქვან თავისუფალი ნების გამოხატვაზე. დღეს დააყენეს სრულიად ამორალური არჩევანის წინაშე. ან დღეს გამოკვებონ საკუთარი შვილები, ზოგ შემთხვევაში ფულსაც კი თავაზობენ ამის სანაცვლოდ, ან აირჩიონ მათი ღირსეული მომავალი. და თუ კი რამეზე შეიძლება რომ სიტყვა გპირდები ვახსენო მე დღეს დარწმუნებული ვარ რომ მთელი გუნდის თითეული თქვენგანის სახელით და საზოგადოების დიდი ნაწილის სახელით ამ ადამიანებს უთხრა რომ გპირდებით რომ თქვენ აღარასდროს აღარ გეყოლებათ ისეთი ამორალური ხელისუფლება რომელიც დაგაყენებთ ასეთი არჩევანის წინაშე და რა ძლევს ამას აი ამ თავხედობის, მოდი ასე ვთქვათ, ამ ამორალური დამოკიდებულების საკუთარი საზოგადოების მიმართ უფლებას, შესაძლებლობას და სითავხედეს ხელისუფლებას. ატო ცდილობს ისო ჩაებღაუჭოს ძალაუფლებას სწორედ ასეთი ადამიანების ღირსების გათელვით და მათ ღირსებაზე გადავლით. ერთადერთი, რომ მათ მეაჩნიათ, რომ საზოგადოებაში არსებობენ ადამიანები და არსებობთ ჩვენი საზოგადოების წევრები, ჩემი შეიძლება მეზობლები, ნათესავები, მეგობრები, ვინც მიუხედავად იმისა, რომ გჯერათ ცვლილებები, ხვალ მოუცვლელობის ნაკლები ინტერესის ქონის გამო, ან სხვა რამე მიზეზით შესაძლებელია არ წახვიდეთ არჩევნებზე. აი ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების დასაყრდენი და მინდა კარგად გესმოდეთ, რომ ხვალ თქვენს მიერ ჩაგდებული ბიულეტენი ეს არის არა მხოლოდ თქვენი პირადი, თქვენი ოჯახის, თქვენი სამეგობროს, თქვენი სამეზობლოს, თქვენი უბნის, თქვენი ქალაქის გამარჯვება, არამედ ეს არის სწორედ აი ამ ხელისუფლებისგან დაჩაგრული, ვის დაჩაგვრასაც ხელისუფლება ცდილობს. აი ამ ადამიანების იმედის ბოლო ნაპერწკალი, რომ ეს დიდი გამარჯვება მათი ცხოვრებისთვისაც შედგება და მე მინდა გთხოვოთ და კიდევ ერთხელ მარტივი რაღაც გავიმეოროთ. მეგობრებო, ირჩევს ის, ვინც მოდის არჩევნებზე, შესაბამისად გაიმარჯვებს ის, ვინც მოვა არჩევნებზე. ამიტომ უნდა მივიდეთ ყველანი არჩევნებზე, ჩვენი ქვეყნის თითეული ჩვენგანის თავისუფლებისთვის, უნდა მივიდეთ სწორედ ამ ადამიანების სოლიდარობისთვის და უნდა მივიდეთ საერთო გამარჯვებისთვის. დიდი მადლობა. ეხლა მაქვს მართლა ძალიან დიდი პატივი სიტყვა გადავცე ადამიანს, რომელმაც ბოლო წლებში მართლა თავდადებული ბრძოლის ძალიან მკაფიო და ნათელი მაგალითი გვაჩვენა და რაც ყველაზე მთავარია, გვაჩვენა მაგალითი ამ ბრძოლაში, ამ უთანასწორო ბრძოლაში გამარჯვების. ეს არის ნიკა მელია, ჩვენი ყველას მეგობარი. მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით. ძვირფასო თბილისელებო, მოგესალმებით საქართველო. ჩვენ ყველას, თითოეულ ჩვენგანს, ხვალ გვეძლევა შესაძლებლობა, გვეძლევა შანსი ყველაფერი შევცვალოთ უკეთესობისკენ. ხვალ გვეძლევა ეს შესაძლებლობა და შანსი და არა 2 წელიწადში და 3 წელიწადში, ხვალ რამდენიმე საათში. თითოეულ ჩვენგანს, ყველას ერთად გვეძლევა შესაძლებლობა რომ შევცვალოთ ჩვენი ქალაქი, ჩვენი მშობლიური თბილისი, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მშობლიური საქართველო უკეთესობისკენ. ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა უნიკალური შესაძლებლობა და შანსი ასევე, რომელსაც განგება ძალიან იშვიათად იძლევა. საერთოდ თუ კი იძლევა ხოლმე, შეიძლება დაიბადო, იცხოვრო და ზეციურ საქართველოში ისე წახვიდო, რომ ეს შანსი არ მოგეცეს, მაგრამ ჩვენ მოგვეცა და რა არის ეს შანსი? ეს შანსი არის ისტორიის დაწერა ხვალ და ჩვენ დავწერთ ამ ისტორიას. იმიტომ რომ ვართ მართლები, როგორც არასოდეს ვართ მორალურად წელში გამართულები. და მე მაგრად ვჯერა, ალალად გეუბნებით, რომ ვერაფერი წინ ვერ დაგვიდგება, ვერანაირი უსამართლობა, ვერანაირი იარაღი ჩადება და ვარ ახლა გაბრაზებული, ამასაც არ დაგიმალავთ, იმიტომ რომ 1 საათის წინ ჩვენს მეგობარს ზუგდიდში მიმავალს თბილისიდან სენაკისა და აბაშის ზაგასაყარზე მანქანა გააჩერებიეს და ცეცხლსასროლი იარაღი ჩაუდეს და უკვე დაახლოებით 1 საათი იმასაც კი ვერ ვიგებთ, სად არის ეს ადამიანი. ეს ის ადამიანია, რომელმაც პირველ ტურში საკუთარ სოფელში 500 ხმის სხვაობით მოიგო არჩევნები ოლიგარქის წინააღმდეგ. დიახაც, ეს არის უსამართლო ბრძოლა ქართული ოცნების მხრიდან
მაგრამ ჩვენ უნდა გავუძლოთ, ჩვენ არ უნდა ავყვეთ ამ პროვოკაციებს. კარგად ერთხელ კიდევ თქვენის ნებართვით უნდა გავიაზროთ თითოეული ჩვენგანის, ყოველი ჩვენგანის როლი ხვალინდელი გამარჯვების მოპოვების პროცესში. ვისაუბრე ზემოთ, თუ რა შანსი და შესაძლებლობა გვაქვს ისტორიული, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ გახდება მაშინ შესაძლებელი, თუ ყველა ვინც აქ ვართ, თუ ყველა ვინც ახლა ჩვენ გადაცემას უყურებს, ყველა ჩაერთვება გულით და სულით და თავს გადადებს ამ ქვეყნის სიყვარულისთვის. თქვენი სხვადასხვა უბნების მკვიდრი, თქვენი სხვადასხვა პროფესიის, თქვენი სხვადასხვა ასაკის, თქვენი სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების ადამიანების ჩართულობა ამ ისტორიულ პროცესში არის გადამწყვეტი, რომ თქვენი და შესაბამისად ამ ჩვენი ქვეყნის ულამაზესი საქართველოს ბედი, ზბორბალი, წაღმა შემოვატრიალოთ. მე მაგრად ვჯერა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ ხვალ გავიმარჯვებთ. ძალიან მაგრად ვჯერა და იცით რატომ ვჯერა ძალიან მაგრად? იმიტომ რომ ის რაც უკვე მოხდა, ის რაც ახლა ხდება, ეს არ არის ჩვეულებრივი მოვლენა. როდესაც განსხვავებულმა პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებსაც ჰქონდა ერთმანეთს შორის დავა ძალიან ბევრ საკითხზე, აი ამ განსხვავებულმა მრავალფეროვანმა პოლიტიკურმა ძალებმა გადავდეთ ჩვენი უთანხმოებები და განსხვავებები სადღაც მარჯვნივ, სადღაც ხელმარცხნივ და თქვენს წინაშე წარვსდექით, როგორც ერთიანი, როგორც ფართო კოალიცია, როგორც ერთიანი გუნდი, რომელიც მზად არის აიღოს პასუხისგებლობა თბილისელების და საქართველოს მოქალაქეების პრობლემების გადაჭრაზე. ეს უკვე არის ისტორიული პროცესი. ეს უკვე არის ისტორიული პროცესი და ჩვენ ვართ ამ პროცესის თანამონაწილეები. დიახაც, მომავალი ამ ქვეყნის, ამ ქალაქის არის მრავალფეროვნებაში. ამაზე დავა უკვე აღარ შეიძლება. თან გინდოდეს დემოკრატიული ღირებულებები, თან გინდოდეს დემოკრატიული ფასეულობები, თან გინდოდეს ევროპის დიდი ოჯახის წევრი გახდეს და თან ერთპარტიული მმართველობა გინდოდეს, ეს ორი ერთმანეთთან ვერ თანაცხოვრდება. მრავალფეროვნება და მხოლოდ მრავალფეროვნება. ხვალინდელ დღეს აქვს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა. ყველასთვის განურჩევლად ვინ რომელი პოლიტიკური პარტიის ხარდაჭერია, ამორჩეველია, ან სიტუაციურად ეხლა ამ კოალიციას ხარს დაუჭერს ხვალ, მაგრამ შემდგომში სხვა პოლიტიკურ პარტიებს დაუჭერს ხარს. ხვალინდელი დღე ასევე გამარჯვებისთანავე უნდა გახდეს დასაბამი, რომ ისტორიულ უსამართლობას ბოლო მოეღოს. ისტორიულ უსამართლობას ხვალ ბოლო უნდა მოუღოს და ჩვენი აქტიურობით ყველაფერს დავანებოთ. ერთი კონკრეტული ადამიანის სიცოცხლე უნდა ვიხსნათ. ერთი კონკრეტული ადამიანის სიცოცხლე უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ხვალინდელი აქტიურობით. დიახაც, პირდაპირ ვიტყვი ენის მოჩრების გარეშე, იმიტომ რომ ეს ხდება, ამას არც მალავენ. ამ ნაბიჯებზე დგამენ. ჩვენ უნდა ვიხსნათ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მკვლელობის ცდილობისგან. აუცილებლად, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რამ უნდა მოხდეს. ხვალ გამარჯვებისთანავე უნდა დასრულდეს, ნამდვილად უნდა დასრულდეს პოლიტიკური დევნა, უნდა დასრულდეს პოლიტიკური დევნისა და სამოქალაქო გახლეჩის. უნდა დასრულდეს ეს ეპოქა, უნდა დასრულდეს ხახლო და ხვალინდელი გამარჯვება. ამასაც მიეძღვნება, რომ არავინ აღარ იგრძნობს თავს დაუცველად და სადღაც რომელიღაცა შარაგზაზე შიში არ ექნება საქართველოს ერთ სალკე აღებულ მოქალაქესაც კი, იმიტომ რომ ის არის რომელიღაცა პოლიტიკური გაერთიანების ხარდაჭერი, შეიძლება გააჩერონ და იარაღი ჩაუდონ. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ალალად გეტყვით. ვარ 41 წლის. მithქვავს და გავიმეორებ. მე არ მინდა იმ ქალაქში ცხოვრება, სადაც გავლენა და რეალური ძალაუფლება აქვს კანონიერ ქურდებს. არ მინდა უბრალოდ ჩემი შვილი და ჩვენი შვილები იზრდებოდნენ იმ ქალაქში, სადაც კანონიერი ქურდები ხელისუფლებასთან ჭიდრო კავშირში მყოფები ჩაგრავენ ჩვენ შვილებს. არ მინდა, ხომ აქვს ამის უფლება, რომ თქვა არ მინდა. შიდა პიროვნული კონფლიქტი მაქვს. უკვე მგონია, რომ დროში ვაგვიანებთ, იმიტომ რომ ჩემი შვილი არის 6 წლის და არ მინდა, რომ გახდება 16 წლის, კიდევ იმ პრობლემის წინაშე დავდგეთ, რა პრობლემის წინაშე, მაგალითად მე და ჩემი თაობის წარმომადგენლები ვიყავით. როდესაც ჩვენს გარშემო ხშირად იმისათვის, რომ ადგილი დაგემკვიდრა ამ ქალაქში, თბილისში,
ამ ადამიანებისთვის თვალი უნდა გაგესწორებია მინიმუმ იმიტომ რომ საკუთარი თავი დაგეცვა იყო ეს ასე თუ არა გვახსოვს შენ ასეთი თბილისია დღესაც ასეთი თბილისია ესეც გვახსოვდეს ძვირფასო მშობლებო ხვალ ჩვენ მივდივართ რა თქმა უნდა ცვლილებებისთვის დრო მოჭამა ერთპარტიულმა მმართველობამ წლებმა დაადასტურა უკვე რომ ამაფეროვნებას არ აქვს ალტერნატივა წლებმა და პრაქტიკამ დაადასტურა რომ ერთპარტიულ მმართველობა ვერ მოაქვს სიკეთე წლებმა დაგვიდასტურა დაგვაწმუნა ბევრჯერ თვალებში ჩაგვახედა და გვითხრა რომ ერთპარტიულ მმართველობას არ ძალუց ზლიოს სიღარიბე არ შეუძლია მორჩა და გათავდა რამდენი წელიწადი უნდა გავიდეს კიდევ რომ ერთპარტიულმა მმართველობამ მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის ერთპარტიულ მმართველობაში დაგვიმტკიცოს დიახაც დაგვიმტკიცოს დაგვიდასტუროს რომ ნომერ პირველი საკითხი დღის წესრიგში როცა ერთპარტიული მმართველობა არის მათ რა აქვს ეს საკითხი დღის წესრიგში პირველ ნომრად საკუთარი ძალაუფლების და ხელისუფლების შენარჩუნება და არა ჩვენი მაყურებლების არა თბილისელების და საქართველოს მოქალაქეების პრობლემების გადაჭრა მაშინ სად არის ის ნება რომელმაც აი ესეთი განუკითხაობა უნდა დაასრულოს იქ არის სადაც ჩვენ ვართ ძალიან ბევრი ვართ ხახლო ჩემი თხოვნა არის რომ ხვალ როგორც არასოდეს მოვიკრიბოთ უკანასკნელი ძალები და კი ბატონო უმძიმესი დღე იქნება ხვალ დილის 8 საათიდან ეს ხელისუფლება მორალურად უკვე რა თქმა უნდა არის ჩემი აზრით დამარცხებული ძალიან მძიმედ მაგრამ ამავე დროს მორალური მუხრუჭი მათ არ გააჩნიათ მათ სურთ რომ ყველაფერი იკადრონ მაგრამ თუ კი ჩვენ მაგრად ვიქნებით ხვალ დილის 8 საათიდან ყველა უბნებში ხვალ არჩევნებში მონაწილეობას იღებს საქართველოს 2 მილიონი მოქალაქე ამ არჩევნებს დააკვირდება და იბრძოლებენ თითოეული ხმისთვის ოპოზიციის რიგებიდან 5,000 დამკვირვებელი კომისიის წევრი და წარმომადგენელი და მინდა განსაკუთრებით თქვენ დიდი მადლობა გითხრათ იმიტომ რომ ვიცი ხვალ რაც გელოდებათ იმ 12 საათის განმავლობაში ეს იქნება ბრძოლა მე მინდა იმ ქვეყანაში თქვენთან ერთად ვიცხოვრო შემოკარგებო როდესაც საკითხი შეეხება არჩევნებზე წასვლას და როდესაც გადავწყვეტ რომ არჩევნებზე მივდივართ არჩევნებზე წასვლა გულისხმობდეს ხმის მიცემას და არ გულისხმობდეს იქვე ხმის დაცვას სიველურია ხახლო ჩვენ რაც გვიწევს რისი კეთებას გვიწევს ხელისუფლებამ უკვე ღიად გვითხრა რომ ვარ ისეთი როგორიც ვარ ხოლოდ მტრობას ვაფქვევ და ხოლოდ ზიზღს ვაფქვევ ხოლოდ ის შემიძლია რომ ძალდატანებით გამოვიყვანო ათასობით საჯარო მოხელე თანამშრომელი მათინების წინააღმდეგ დედაქალაქის მთავარ მოედანზე თანაც ისე რომ ფულიც კი დამამცირებლად შევთავაზო იგივე 1000-მდე და უფრო მეტ საქართველოს მოქალაქეს ხელისუფლება მომავალზე არ ესაუბრება ხელისუფლება არ უსახავს მომავალ კეთილ მიზნებს არც იმედს ერთადერთი რასაც აკეთებს არის ძალადობა ხახნო და დიდი გამარჯვება თხოვთ ჩემო მშობლებო ჩემო თანატოლებო და უცხოო თაობის წარმომადგენლებო დიდი გამარჯვება დიდი ძალისხმევის გარეშე არ მოდის და ხვალ ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ყველას რომ მზად ვართ გამარჯვებისთვის და არ დავიხევთ უკან ჩვენ ვიქნებით შვიდად მტკიცეთ მაგრამ უსამართლობას თვალს არ გაუსწორებთ ხელისუფლება არ ელაპარაკება საზოგადოებას მაგრამ ჩვენ უნდა ავირჩიოთ ეს კოალიციური მმართველობა დედაქალაქში და ეს გვინდა ჩვენ არ გვინდა რომ ჩვენ უბრალოდ ხელისუფლებაში მოვიდეთ დედაქალაქის მმართველობაში და გავმართოთ კაბინეტური ომები ჩვენ არ გვინდა ვიწრო პარტიული ქიშპობით მოვიდეთ ჩვენ არ გვინდა დაპირისპირება ერთმანეთთან არა ერთადერთი რაც ჩვენ გვინდა არის შემდეგი ჩვენ გვინდა რომ ძალიან მალე შრომას დავეწაფოთ ჩვენ გვინდა რომ საქმით დავამტკიცოთ რომ ძალიან მალე ეროვნულ დონეზეც ხელისუფლებას უნდა მართავდეს კოალიციური მმართველობა მას შემდეგ რაც თბილისში გაიმარჯვებს კოალიციური მმართველობა აი ეს კი ნამდვილად გვინდა რაც არ უნდა ილაპარაკონ ქართული ოცნების წარმომადგენლება იმ ადამიანებმა ვინც ნარკოტიკებს იარაღებს რას არ უდებენ ჩვენ მხარდაჭერებს ხახლო შეიძლება მართლა ჭკუი და გადახვიდე ადამიანი როდესაც ხედავ რომ მხოლოდ იმიტომ იჯდება შენი პატიოსანი მოქალაქე თანამებრძოლი რომ გაბედა და არჩევნებში ჩაერთო
ჩვენ დიახაც რაც არ უნდა გვითხრან, ჩვენ მაინც აუცილებლად რაც არ უნდა მომაძახონ, იცით, რა დედაქალაქის მერის საქმეა ხანდაზმულებზე ზრუნვა, როდესაც საკითხი პენსიას ეხება. ძალიან ბევრ ქართულ სუფრაზე, ძალიან ბევრჯერ მოგვისმენია ხანდაზმული ადამიანების შესახებ კეთილი სიტყვები, მაგრამ ამ ადამიანებს ახლა სჭირდება და ზრუნვა და დიახაც ჩვენ ყოველთვიურად 100 ლარიან დანამატს დაუნიშნავთ თბილისის ყველა პენსიონერს, რომ მათ ელემენტარულად ჰქონდეთ არსებობის შესაძლებლობა, რაც არ უნდა გვითხრან მათ. რაც არ უნდა მათ გვითხრან, რომ რა მერის, რა დედაქალაქის მთავრობის საქმე არის ბავშვებზე სკოლებში ზრუნვა, ეს ხო თქვენ არა, ეს ხო თქვენ არ გეხებათ. ჩვენი საქმეა, სანამ თბილისში არსებობს 35% შიერი მოწაფე სკოლის, თბილისის ძალიან ბევრ საჯარო სკოლაში დიახაც ჩვენი საქმეა და ჩვენ უზრუნველყოფთ მომდენო წლებში უფასო კვებით ყველა საჯარო სკოლაში მოწაფეებს. რაც არ უნდა გვითხრან, რა შუაში არის ახლა, რატომ უნდა ხარჯოთ ფული განათლებაში ახალგაზრდების, რატომ და გეტყვით, იმიტომ რომ თანამდვილებით ვიცი, თქვენც იცით ხომ რაც ხდება, დღევანდელი პრობლემები ჩვენი გადასაჭრელია, მაგრამ სულ ცოტა ხანში დღევანდელი სტუდენტები, რომლებიც ჯერ კიდევ სტუდენტურ სამყაროში იმყოფებიან, იქიდან გამოვლენ, ხვალ და ზეგ ამ პრობლემებს ისინი უნდა გაუმკლავდნენ, რომელიც ქვეყანაში იარსებებს. ამიტომ ახლავე უნდა ჩაიდოს ინვესტიცია ახალგაზრდებში და ჩვენ აუცილებლად ყოველწლიურად 100 თბილისელ საუკეთესო სტუდენტს ვასწავლით, დავაფინანსებთ სოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში. იქნება ეს კემბრიჯი, იქნება ეს ოქსფორდი, სორბონა, ჰარვარდი თუ სხვა. ჩვენ ამ ყველაფერს გავაკეთებთ. ჩემო მაგრებო, ჩემო თბილისელებო, ჩემო ქართველებო, ვიცით, ღმერთმა დაგვიფაროს ამ ქალაქში და ამ ქვეყანაში ვიცხოვროთ და ყველანი ვიყოთ ერთ ჭუაზე. ყველას ჰქონდეს ერთი პოლიტიკური შეხედულება. არა, ეს ასე არ იქნება. ეს ასე უბრალოდ ვერ იქნება და არც კი გვინდა. მაგრამ იმასაც ხო ვხედავთ, რომ არსებობს ძალა, რომელსაც სულ სამარაჯამოთ უნდა ხელისუფლებაში ყოფნა და ჩვენ ეს არ უნდა დაუშვათ. და ხვალ, აი წარმოვიდგინეთ ვართ იმ მდგომარეობაში, სადაც დღის ბოლოს ჩვენ თამამად შეგვიძლია ერთმანეთს ვუთხრათ, რომ ჩვენ დავწერეთ ისტორია და სწრაფად შრიალით გადავფურცლოთ ისტორიის ეს გვერდი და მხოლოდ ვისაუბროთ მომავალზე, წინსვლაზე და განვითარებაზე. ეს შეუძლია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს. აი 2 მილიონ ადამიანს ხვალ არჩევნებზე მივდივართ. იქნება ხვალდილიდან დესტაბილიზაციის ცდილობები ქართული ოცნების მხრიდან. მაქსიმალურად უნდა ვიყოთ შვიდები. მაქსიმალურად უნდა ვაჯობოთ მორალურად ჩვენ ამ ადამიანებს. მაგრამ არა იმის ხარჯი, რომ თვალი დავხუჭოთ საარჩევნო ურნასთან და მივცეთ შესაძლებლობა, რომ ბიულეტენები გაგვიცურონ. არა ხახლო, არავინ არ შევეგუებით ამას. პირდაპირ მინდა იცოდეს ბიძინა ივანიშვილმა, პირდაპირ მინდა იცოდეს ბატონმა ღარიბაშვილმა. დიახაც ხვალ იწერება ისტორია და ამ ისტორიაზე დავწევთ ჩვენ და ამ ქვეყანაში აღარ იქნება არასოდეს პოლიტიკური დევნა. ძალიან მნიშვნელოვანი რამე და კიდევ თქვა, არანაირი საქმე არ არის მუნიციპალიტეტის არავითარ შემთხვევაში ჩვენი გამარჯვებისთანავე დედაქალაქის მერიიდან და გამგეობებიდან ახალგაზრდა თბილისელებს ჩვენ კარის კაცებად და ყარაულებად არ გავიწმევთ არც გომელაურის კანცელარიასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და სადღაც ზედამხედველებად ციხეში. არ შეიძლება რომ ახალგაზრდებს უმახინჯდებოდეს ცხოვრება. მორჩა და გათავდა, ჩვენ ვართ მომხრეები, რა თქმა უნდა, რომ თავდაცვის უნარიანობა გაძლიერდეს, ამაში მეტი და მეტი თანხა უნდა დაიხარჯოს და არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უნდა ჩაიცხას ის ფული, რომ მე ჩვენ გვითვალთვალონ, არა თავდაცვის უნარიანობაში, მაგრამ ჩვენ არც ერთ ახალგაზრდას არ გავატანთ გომელაურ, ივანიშვილს, ღარიბაშვილს ყარაულებად სამინისტროებთან. მორჩა და გათავდა, ეს საკითხი შეიძლება გადაწყვეტილებასაც ჩაითვალოს. ამიტომ ძვირფასო ახალგაზრდებო, ყველანი ჩვენ მშობლებთან ერთად მივდივართ იქ, სადაც უნდა დაირწეს უნდა აკვანი თანამედროვე ქართული სახელმწიფოსი. დიდი მადლობა მეგობრებს, დიდი მადლობა თქვენ, რომ არსებობთ და მოდით რიცხოვნებით და სიმართლით ვარჯობოთ ხვალ და ვიამაყოთ, როდესაც ჩვენ მიუახლოვდებით ჩვენს 70, ჩვენს 80 წელს
და ბუხართან ნაცლის გაქექვის დრო მოვა და შვილიშვილები იქნებიან ჩვენს გარშემო, მოდით ვთქვათ, რომ და უთხრათ და შეგვეძლოს ამის თქვა, რომ 2021 წლის 30 ოქტომბერს ბავშვი, დიდი, მოზარდი, ყველა ავდექით და დემოკრატიული ტალღის სახით დავატკით ოლიგარქიულ რეჟიმს და დავამარცხეთ. დიდი მადლობა და წარმატებები. მადლობა. მადლობა. Ჯერ არასდროს არ შობილა ასენა